მოგესალმებით ჩვენო საყვარელო ტელემაყურებლებო. თქვენ უყურებთ პაატა და ნიკას შოუს, რადგან დღეს ხუთშაბათია, საღამოს 10 საათი და თევზის ზოდიაქოს ხანად დადგა. ხუთშაბათი კი თევზის დღეცაა, მოგეხსენებათ, ამიტომ მოიმარაგეთ ოჯახში ლოქოჯანარი მურწაკალმახი და თქვენს კარგ განწყობასა და კეიფისა და დროს ტარების ხასიათზე ვიზრუნებთ ჩვენ და რა თქმა უნდა ქსოვრელები და გიორგი შოშიდაშვილი. აქვე გავთხილებთ, რომ ბრაკონიერობა ისჯება კანონით და ანკესი თუ არ გაქვთ, ნიკა გათხოვებთ, სავსე აქვს საბარგული ანკესებით და ძეხვეულით. აბა ამის დაჭერი თევზი მე არ მახსოვს და თევზაობას ხომ უნდა რაღაცა მიაჭამო ადამიანმა. დაჭერი კაპოზე სერვილადი და მიდი. ვითომ მე თუ შეკიდე სათევზაო წაგიყვანო? საღამო ხას დამირეკე ხოლმე უფრო თანახმავა. კი კაცო, წამოვალ დავჯდები ჩემთვის იქ, დავდგავ პლასტმასის ბოთლით არახს და ვიქნები ჩემთვის. პლასტმასის ბოთლით აბა ზუსტად. მომავალი წლიდან მარკეტებში შესაძლოა პლასტმასის ბოთლებში განთავსებული სასმელები აღარ გაიყიდოს. აი ახლა კი მართლა ადეკვატური გახდება კითხვა. პარკი გინდა? აბა სადმე ხომ უნდა ჩაასხა სასმელი, რას ლაპარაკობ? ამასთან ერთად აიკრძალება შუაში გადაჭრილი პლასტმასის ბოთლით განსხვავებული, შუაში გადაჭრილი პლასტმასის ბოთლით ძაბრი ბაქანაში საწვავის ჩასასხმელად. დაჭხრეთი თავსახურიანი პლასტმასის ბოთლი მწვაძე მარილიანი ღვინოს მოსასხმელად. მაცივარში ლიტრიანი ბოთლი ცივი წყლისთვის. დავიღუპეთ ფაქტიურად. ნეტა იმ ხალხს ეშველება სპორტ დარბაზში რომ პლასტმასის ბოთლით ხელში ვარჯიშობენ ხოლმე. შუშის ბოთლით ხელში ივარჯიშებენ, შეგაცო რა პრობლემაა? საშიშია. ან გაუტყდეს და რა ვიცი, ფეხი გაიჭრას, ან საფეთქელში მოიტყას შემთხვევით რა ვიცი. მოდი, კარგი მხრიდანაც შევხედოთ ამბავს. სად მაცივრიდან ახლად გამოღებულ შუშის ბოთლს რომ მიიდებ პახმელიაზე შუბლზე და სად პლასტმასისას. კი, მაგრამ მეზობელი რომ დილა ადრიანად სარიელ შუშის ბოთლებს ჩახრიანებს ნაგვის ბუნკერში და გაგაღვიძებს, კარგია ძალიანაც კარგია. ეს პლასტმასები აბინძურებს გარემოს. პეებში და მინდვრებში რომ ყრია პლასტმასი ძალიან ცუდი დასანახია. შუშა სხვა მაინც ბზინავს. ლამაზი. არადა პლასტმასის ბოთლი უსაფრთხოა ძალიან. იყიდიან ადამიანები ლუდს, დალევენ, იჩხუბებენ. წარმოიდგინეთ, სად პლასტმასის ბოთლი რომ მოგხვდება თავში და სად შუშის, აბა? კაი, პლასტმასის ბოთლების გარეშე კი გავძლებთ. ეგ არაფერი, მაგრამ ახლა მეტალოპლასტმასის კარფანჯრებიდანაც თუ ამოიღეს პლასტმასი, მერე ნახეს შენ, მარტო მეტალის კარფანჯარა რა ძვირი დაждდება? აბა, არ ვიცი. გადავიდეთ სხვა თემაზე, მაგრამ სანამ გადავალთ, შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ამ შაბათ კვირას კომედი არხზე უნდა უყუროთ ძალიან მაგარ სერიას მიხო და მაროს არაჩვეულებრივ სერიები. მოკლედ არ გამოგჩეთ შაბათ კვირას საღამოს 8 საათზე. და რაც შეეხება პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 15-ის ბილეთებიც აღარ არის, ანუ 7 მარტი, 8 მარტი, 13 მარტი, 14 მარტი, 15-იც გაიყიდეთ და შემდეგი პარასკევის, ანუ 20 რიცხვის დავდეთ და შემობრძანდით პაატა და ნიკას გვერდზე Facebook-ში და დაწვრილებით დეტალებს იქ ნახავთ, თუ სად და როგორ უნდა შეიძინოთ ჩვენი თეატრის ბილეთი. ჩემი შენ გითხარიო, ახლა კი გადავიდეთ მონოლოგზე. ბატონო. მეცნიერების ახალი კვლევით დადგინდა, რომ ადამიანი შეურაცხყოფას 30 წელი იმახსოვრებს. კომპლიმენტს კი 20 დღეში ივიწყებს. ჩიქი რა გამოდის ახლა? ანუ ახლა რო შეგაქო 20 დღეში აღარ გემახსოვრება, ხო? მაშინ მოდი პირდაპირ გაგლაცავ და 30 წელი გულში ვიქნები შენთან. არა,
საჭირო არ შეწუხდა შემოძამია. ისე ჩვენთან კომპლიმენტსაც შეურაცხყოფად იღებს ზოგიერთი. მაგალითად, რო ეტყვი ვინმეს რა კარგად გამოიყურებით, რა იყო აქამდე ცუდად გამოვიყურებოდეთ თუ? აბა, მეც მინახავს ასეთი და მსმენია. მე სხვა მეთოდი მაქვს. კომპლიმენტიც რომ 30 წელი დაიმახსოვროს ადამიანმა, მაგალითად, აი ასე უნდა თქვა, რა კარგად გამოიყურები, შეკარგო. ახსო შეურაცხყოფას ვაყენებ თან კომპლიმენტს ვეუბნები და ისე მაგარი ბიზნეს იდეა მაქვს რა კომპლიმენტების შემხსენებელი აპლიკაცია ხوار გავაკეთოთ რომელიც ყოველ 19 დღეში ერთხელ შეგახსენებთ რომ ვიღაცამ შეგაქოთ როგორია საინტერესო გადასარევი იდეა ესე იგი დასკვნა კომპლიმენტი არის ხელფასი რომელიც 20 დღეში თავდება და წყენა არის იპოთეკა რომელიც სულ გვახსოვს გადავიდეთ შემდეგ თემაზე თორემ კი ბატონო ჩვენ აქ 30 წელი წყენის დავიწყებისთვის ბევრი გონია და ამერიკაში ნატურა რომელიც 125 წელი ანათებს და არ გადამწვარა აშშ ღირსშესანიშნაობების სიაში შეიყო 125 მეტი საქმე რა ნატურის წლებს ითვლი რა გაიქვეყანა ალბათ სადაც ეგ ნატურა იუბანში სვარკას არავინ აკეთებს და არც იმციმებს თორე ვნახავდი 125 წელი როგორ გაძლევდა კი და ალბათ ეგაა მიზეზი მოკლედ ამ ნატურით ყველა ბედნიერია მწარმოებლის გარდა ვისაც ნატურის გამძლეობა ბიზნესი დაუნგრია საწყალი მე 9 ბლოკი არ მქონდათ იქ თავის დროზე თორე ნატურებს კი არა მაცირებს და ტელევიზორებს წვავდა ეგ ხო გახსოვს ყველაზე კარგი ფილმი რო იწყებოდა მაშინ მერთო რა ბავშვი რა ვიფიქრე ეს საჩუქარს რო არჩევენ ხოლმე დაბადების დღისთვის ხო იცია თქმა რამე ისეთი ვაჩუქოთ რომ სულ კონდეს თორე ბამბარერგა შეჯაბე და ეგაა და აი ეს ნატურა იქნებოდა იდეალური საჩუქარი თაობებს ემახსოვრება აუ სასწაულის საჩუქარი აჩუქა ჩინეთში ცოლმა ქმარს გეტყვი ახლა აი მე პირადად ეგეთი არაფერი არ გავიგია რა ჩუქამისთანა რო ვიცოდეთ თირკმელი საკუთარი თირკმელი 50 წლის იუბილეს მოიცა კაცო რანაირად თირკმელი რანაირად ეხლა რო გითხრა იქვე გამოიძრო და გაუწოდა გაბიჯებ ჩემთან გამომართვი უარი არ მითხრაო ხო არ დაბიჯებ რა მაგას ვერ დავიჯერებ რა თქმა უნდა ო და ჩვეულებრივად გადაუნერგა სჭირდებოდა ადამიანს გადასარევი საჩუქარია თან არ უთხრა თუ ჭკვიანად იქნები და არ მიყალატე 100 წლის იუბილეზე მეორე თირკმელსაც გაჭუკებო კაცი თქვავს თურმე შენ მე მთელი ცხოვრება ტვინი შემიჭავი და თირკმელს რატომ ჩუქნიო რატომ უმადური ეგ ისიც უთქვავს მერსედესი მიდოდა მაგრამ ჯანდაბას თირკმელი თვიბლიო მე მგონი ცოლმა ამით ვალი გაუსტუმრა ქმარს მაგის დაბადების დღეზე ქმარს უყიდია iPhone 17 Pro Max და თირკმელი ჩაუბარებიან ან უფრო ძველი ვალი გაისტუმრა ჩვენ ხომ ქალისთვის ერთი ნეკრი გავიმეტეთ თავის დროზე ამათ თირკმელი დააბრუნა მოკლედ ამ კაცს სოლი აქამდე მარტო გულში ყავდა და ახლა თირკმელში წყავს წინ მიდის ტექნოლოგიურად ყველაფერი აი ბატონო გვპირდებიან რომ სულ მალე სამშობიაროდ კოსმოსში წასვლა იქნება შესაძლებელი საინტერესოა სანამ კარი მშობიარობს მამა და მისი ძმაკაცები რაკეტის კაპოტზე უბერავენ შამპანიურს რა კარგია დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილის გრაფაში ზოგადად კოსმოსი გეწერება თუ ის კონკრეტული პლანეტა სადაც სამშობიაროს გახსნია ალბათ პლანეტა იცი რა იქ ყველაზე ახლოს მარსია და პირველი სამშობიარო მანდ გაიხსნება ჩემი აზრით თორემ იუპიტერზე რომ მოიდობა მშობიარობა რა ვიცი ბავშვის კეთება გზაშივე უნდა დაიწყო სანამ ჩახვალ კი დაეწყება უკვე მშობიარობა წყნების დაღვა არა და გადასარევი მია გინეკოლოგები ნეპტუნზე ყოლიათ მაგრამ რადგინა კლიმატია იმნაირი საშინელი ისე რა გინდა ბავშვი 18 წლამდე პროფესიის ზევნაში რო არის ხოლმე იქ დაბადებული ბავშვი უკვე ჩამოყალიბებული კოსმონავტია თავარია არ დაგვეზაროს და ბავშვები ვაკეთოთ დედამიწაზე და სამშობიაროს დიღომში ზიგოვის სადმე კი ბატონო ყველაზე ძალიან ბავშვების კეთება
სადარეზარებად ხო იცი, ხო გახსოვს? რა თქმა უნდა, რა ცოდნა უნდა მაგას, გადახედე რაოდენობას, რა თქმა უნდა ჩინეთი. ხო და ჩინელმა ქალმა ქმრისგან და მეგობარი კაცისგან ტყუპი გააჩინა თურმე. ეთყობა კოსმოსში გააჩინა მაგან უკვე თორე ხო გადაერეოდა ქმარი. კიდე კაი ერთი მეგობარი კაცი ყავდა, თორემ რეზგავდა 8 ბავშვს ერთად. მე რო გვიკვირს ამდენი რატო არიან ჩინელებიო? ნეტა თუ არჩევენ რომლისაა? ვერა, არც ერთი არ გავს მამას. გამოხოხებული მეზობლები არიან. ნეტა მამებმა თუ იციან ეგ ამბავი. ან ერთმა, ან მეორე. არა და ქმარი ყოფილა გაგვირვებული. რატო არ უგავს მე არც ერთია და ცოლს უთქვამს. რა სიტყვა ახლა ჩინურებიაო. მეცნიერების აზრით ეს ფაქტი ანომალია, ხოლო მეზობლების აზრით ეს ფაქტი ბოზობაა. დასკვნა ასეთია, გამრავლებაში ქმრის გარდა თუ სხვების დახმარებაცაა საჭირო, მაშინ ვიყოთ ჯობია ისევ 3 მილიონი მაგის დედაცად. თან როგორი ამბავია, იცი? აი, ტაქსისტებმა რო იციან ხოლმე მოყოლა. იმდენს ჩამიშდა მაგარი ქალი და ასე მითხრა, ერთ ჩემი ქმრისგან ვაჩენ და მეორე შენ ხوار იქნებიო. კუპი მინდაო რა. ხოდა მე უთხარი, არ მინდა დაიგო არაფერი, ჩადი და მედიერი შვილი გაგეცარდოსო. მაგარი ამბები აქვთ ხოლმე და კი მიუძნათ ერთი სიმღერა ტაქსისტებს. რა სიტყვი, რამდენი ხანია ტაქსისტებზე აღარ გვიმღერია. მთელი ახალგაზრდობის წლები სულ ტაქსისტებზე სიმღერა შენ გავატარე? რას ლაპარაკობ და კი ბატონო, ჩათვალი აქვთ უკვე კაცო სიმღერა. მაესტრო ილითადრე ხასიათზე წამოვდექი და ეგრევე თეთრეულზე წამოვდექი დავქოქე და პირველ კლიენტს დავადექი კაი გოგო ჩამიჯდა და მისამართზე წავიყვანე ჩემი საუბრით ასტრალში გავიყვანე ისტორიებს უყვებოდი თავიდანვე შეხვედრაც გავინახდე მოგონილი სიმღერი მოგონილი ამბები მოგონილი ღიმილი და დავგადასავლები რაშვები ღამე იქნებ გვევახშვა საქმე რავი მე სუში მომწონს როგორ გამიმართლა მე ჯავრო ვიცეკო ტანგო ჯავრო ვიზუალით კარგო ჯავრო სახელად მარგო ჯავრო გამიღიმე მე მე კლიენტმა დილიდანვე გამაწვილა სადარბაზოსთან უსიდი სისხაბილა ის კი თურმე ქუჩის ბოლოში მიცდიდა ნეტავისად წავიდა დატვირთული ქუჩები დატვირთული გრაფიკი დატვირთული ქალაქი ვერ ვიშოვე კაპიკი სულსოთა ვისკი ღვინო ან თუნდაც ჯინი მინდა დრო გავატარო ცოტა დავისვენო მეც გზავრო ხანდახან კარგო გზავრო იქნება და მარგო გზავრო არ დაიზარო გზავრო წამომხევინე ტაქსისტი ვარ მე, შრომობდელი დღე, ამოვიდა მზე, კლიენტს დავეძე მოკლეს ვეძებს, დავაუცე ბევრს, რუა უქმებ შენ, ტაქსი შეგვეთებს დილით ადრე ჩავდე აპლიკაცია ხედავ კლიენტი, კაი კაცია ტიპი და მიტო აღარ საცია თან იმდენი რომ გიჟად მაგცია მოგონილი სიმღერით მოგონილი ამბებით მოგონილი ღიმილით და თავგადასავლებით
იქნე გვევახშ მასარდნე ეროგო გიპოვო გუგო როგო გამიმართლა მე ფიქრი მოასვე ფიქრი სანა მანქანა მიქრი როგო დამკერე გოგო როგო გამიმართლა მე ვისკი სუზოტა ვისკი ვინო ანდუნდა ჯინი მინდა დრო გავატარო ცოტა დავიძვენო ჩვენი გზავრო ხანდახან კარგო გზავრო იქნება და მარგო გზავრო არ დაიზარო გზავრო წამომღები მე ესე იგი რა მაქვს ახლა ამ კვირაში ამ შაბათ კვირას ეს ქორწილი მაქვს კვირას მაქვს ელეხი მაქვს ერთი მაგრამ ეს არ მომკვდარა და რატო ჩავანის დიახ მომზადით შეიძლება პატუჩემო მომზადი განსალე გამარჯობა გენაცვალე გამარჯობა და მეცნო ვიშენ წინა კვირას ვიყავი ნათლია აქ ამ რესტორანში ნათლობაში და ვერა ხო ხო არა დელმა რო გამაგდო სუფრიდან 4 თვის ბავშვი გინებას რო ვასწავლიდი გასაგე გამახსენდა ახლა ვის ნათლავ დღეს არა ვის არ ნათლავ მოვესწარი ჩემო ბატონო ბიჭის ქორწილი მაქვს და სუფრა მინდა თქვენთან თქვენ რესტორანში გავაკეთო ჯეგენა აი იმ ნათლობაში ისეთი ჩაშუშული იყო რომ რა ვიცი რა ჩემბიც რო არ მოყავდეს ცოლი მე დავქორწილდებოდი არა ჩაშუშულს მართლა მაგარს ვაკეთებ იფ აზეთია საოცარი შეგაიხარე კაი ჩამოვწეროთ აბა რა ვიცი რამდენგაცი არის სუფრა გვინდა მენიუ რა გვინდა მუსიკა რა გვინდა როგორც ხდება რა იცი რა მაინტერესებს კაცი რა ჯდება თქვენთან კაცი 200 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის შემოკარგო გააჩნია რა შეუკვეთა ახლა ნუ ეხლა არ არის ძალიან ძვირი 300 ლარიანში რა შედის რომ ვიცოდე მაინც 300 ლარიანში უკვე პურმარილიც იქნება გასაგებია მაშინ 300-იანს ავიღებ ყველა ნაჭაი ხო ვერ მოვა მაინც რა კი ბატონო კაი გენაცვალე მასეც ვიფიქრე რომ მასე დააპირებდი ესე იგი რამდენ კაცზე ფიქრობთ ქორწილს ნუ რა არის ისიც საპატარძლო არის ინდოელი გოგო ძალიან კარგი გოგო და ჯერ არ ვთქვათ რამდენი ჩამოვლენ არ ვიცი დაახლოებით 20-30-ზე რო გავთვალოთ კი ბატონო არ არის ეგ პრობლემა არაფერი არა 30 კაცი რა არის კაცო გაგიშლი კაი სუფრას არ შეგარცხვერ გებრიელად ყველა რა 30 კაცი კაცო აბა 30000 ვარაუდობ რა 30 კაცი ეს ლაპარაკო კაცო შეხო არ გადაერიო 30000 სადავათი ვამდენი კაი მაშინ ვეთყვი რომ მარტო დედმამიშვილები წამოიყვანოს და ჩამოვიდნენ მცირე წრე ხო ნუ დედმამიშვილები ხო კაი კი ბატონო მასე ჯობია მომისმინეთ თამადა თქვენი გეყოლება თუ შეგარჩევინოთ რა ვიცი აი თქვენ ვის მირჩევთ რომ მაინც რომ ნიკა არაბიძე ყოფილა გადასარევი არაბიძე რომელია კერმახს გამოვერვე პიესი რომ იყავს ხო კი კაი რა ვიცი ხო რა ვიცი არა პიესი კი არა ამინდი ეგ არის იყოს კაცო რა მნიშვნელობაა კაცო კაი თქვენი გადასაწყვეტია გენაცვალე ვისაც საინტერესოდ მოკლედ კი ბატონო გავაგზელოთ მაშინ მოდი ღვინოს შემოვიტანთ კი ბატონო ღვინოს შემოვიტანთ 20 ლიტრიანი ბოცებით და გავიტანთ მუცლით მიყვარს იუმორი და შეგენაცვალებები მე რაღაც გინდა ვიო არაბიძე აგულიაშვილი ითამადებარებ შენ არა მე არ შემიძლია სტენტი მაქვს ჩაყენებული და ვერ ვიცი მაგათ ხორას ლაპარაკო ხო მუსიკა გენდობება თავისთავად ბიჭები უკრავენ ჩემთან საოცრად ფორტეპიანო გინდა დასარტყამი გინდა გიტარა გინდა კლავიში გიტარა არ გამაგონებთ გენაცვალე აი ეს გოგო არის რძალი ჯიმის ნათესავია დისკოს მოცეკვავის და
ჯიმის კიდე ხო გიტარა მოუკლა დედა და ვერ იტანს ეხლა ეს. ასმელა მარაგერია საძღალია სხვა. იყოს კაცო დიდი ხანია გასული ახლა. ინდური სიმღერა თუ იციან თქვენმა მუსიკოსებმა? შეგაც ეს რა კითხვა და მისვია რა ზღია რომელი ქართული სუბრაგინა ყავს შენ ინდური სიმღერების გარეშე სიცხვილატოვის მოჭრა არა მაგრამ ეგ ძვირი დაждდება ეგ შემოძმაკაც ძვირი არა ეგ ნუ ხო ცუდი იაფი რა გითხრა მომისმინე ახლა შედარებით იაფად გამოგიყვანა ქსოვრელებს თუ წითელი წერტილები და ვახატო შუბზე არ წავა ეს კლარნეტზე როა ინდოელია ხო ალბათ ისედაც ეს არის სეირან ბაჩადი აბა რა მეუბნები კაცო რა მარტო ამას ბები ეყავდა ჩაკროპორტი და მეორე ბებია კაპური რას ზემო ბომბეიდან არ ვიცი ბომბი ძალიან კარგი შემდეგ კი ბატონო გადავიდეთ მენიუზე მაშინ ანუ ღვინო შენი შემოგაქვს ხო? ღვინო კი დედოფლის მხარეს მოაქვს. რას ლაპარაკობ? დედოფლი რა იციან ღვინო ინდოეთში? რა არიცია ბიჭო? შემამ ძახალმა დელის სოლიკაური მიკო ვერ გაძღები ისეთიაო. კაი შემოძმაო. კაი რაღა გვიჭირს დაბა. ხორცეულს რა შეეხება ახლა? მივხედოთ ფაქტება ზაღა დეკეულის ხაშლებას ვაკეთებ. არა, კითებს შეიგუნენ. არა მეთქი კაცო. ძროხაზე გიждდებიან ეგებინა ძროხის ხორცი ამოიღე საერთოდ მენიუ. დედა რა ხო, დაი დამშალობ კაცო დეკეული. ხორზე როგორ არის ეგენ? ეკი კაცო, ოღონდ მწვადი მინდა კეცის. აი რა შენი გადასაწყვეტია, მაგრამ შამპური სადუ არ გიდა, არ ჯობია შამპური. თუ ძმაერთი მოიცა კაცო, ეგენი ბანანი ჭრიან ხალხს ფილმებში და შამპურით დაწუძავენ ახლა. მოიცა კაცო. შენც მართალი ხარ, ჩემო კარგო. აგახო. მოდი შვილო, შეგენაცვალე. აი შეგენაც მომზადი. მოდი მამა გენაცვალო. მომზადი თაგერმე. ისე სხვათა შორის ბიჭო. ვასიკო, არ გითხარი შენ მანქანაში დამელოდე მეთქი? რატო გადმოხვედი, ა? რა მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს და იქ ვარ დავშებოდი. რას ქვია ბიჭო გადაიყვანეს? რატო გაატანე? მომერიდა რაღაცნაირად. აი ეგეთი უფხო მყავს პატივცემლა და შეხედა ცხოველია. ეს გოგოც მოტყუებული ყავს აშკარად კაცო. ისეთ სიტის გული აქვს დედას გავს. აუ ჯიდები როგორ მიყვარს. წორს რომ მოვიყვან იადონსა ხო მომიყვან ამამი. რამე შველება. იადონი მოყვება მაგას. მაპატიეს ესე იგი საერთოდ არ არის ახლა ეს ჩემი საქმე და არ უნდა ვკითხულობ ეს იდეოლოგია სადგაის სამედიცინოზე სწავლობ? არა შაურმა მომიტანა გამოძახებული და ბედი ხო უნდა ყველაფერს არა კაცო ბედი პირველივე სტაზე მოაგნო მისამართს მიწიერი გოგოა და ავიციეთ ჩვენს დავთარ ამაზი მამი ვიდაბიძიება ინდური სიმღერები იქნება კი შვილო კი შეგენაცვალო ჩემი თავი გიყვარს ხო შენ ზიდურები შეგენაცვალო აუ კი ის რო არის რა კოლოკი და წარგეგმება სულ მაგალითად აჩული ნუ მომჭენ თავი თუ შეიძლება რა მაინც ხა მინდა რომ პატივი უჩეთ შემრძალს და სახელი და გვარები გაგა ნათესაური კავშირი ხო არ იქნება თქო რა კი ბატონო ესე იგი მინდა გითხრათ რომ მე კიდე ყავს ჩვენ განსაკუთრებულად რა ქვია სოლისტები მომღერლები ესენი ბიჭები აგერ კი გაგაცანი ახლა სეირანი გიგაგაცანით რა აგერ აკორდეონზე უკრავს ზაზა ანანდი მეორე დოლზე ვიც უკრავს ზაზა მანამდი სეირან ბაჩანი და გიორგი საზანი შენაგაში დაღვენ აი საერთოდ გვარებით კი ბატონო კარგია ბატა შორის აქვე მინდა აღნიშნო რომ ჩვენის გვერდით ასე თანამშრომლობთ ინდური კულტურის
ცენტრი გახლავთ განგა. გადასარევი მე ვიცი მსმენია და არაც შეულებრივი. კი ბატონო. გავიცანი ეს ნახევარი. ხოდა რა შეეხება ახლა კიდე მადლობა რომ ჩვენთან არიან და სოლისტები ახლა მთლად ვიწყავს მომღერლები ვიც უნდა იმღერონ მთლად ინდოელები არ არიან მაგრამ ვერ გაარჩევ ინდოელებისგან გეუბნები რა მართლა სადაურევი არიან აბა მეგრელი ბიჭია ბიჭი და გოგო კახელი არ ვიდა ეგრე რა მოიცა შვილო გაჩვენდი კაი გვაჩვენე თუ შეიძლება შევხედავთ და მე მივიდე ბატონო 100 ჯერ გაგონილს ერთხელ დანაკიჯობიაო ჯერ კიდე როდის თქვი ეს სიტყვები და მოდი ვნახოთ აბა ნახოთ საგარია ჩვენები მოდიან აი აბა წავიდა გთხოვთ დიდხანს გნატრობდი გავიბადო წამოდი გოგო დიდხანს გნატრობდი გავიბადო წამოდი რომ დაგინახე გადავირიე ვერ გიმხელდი ბევრს წვალობდი აქამდე რომ ვერ გნახე Perhaps nobody. Ras pipikrebdi gamovიდო და ცოდას ველავდი მეგრელი კაცი ინდურით ზეგვით რომ დაგკერავდი ახლა გვაქვს ჩვენ შანსი იცოდე გამოვა ახლა გვაქვს ჩვენ შანსი იცოდე გამოვა ორამდე ხას გნატრობდი გავიბარო წამოდი ორამდე ხას გნატრობდი გავიბარო წამოდი გამირიმე და გამახარე ნუღამენ დური შენი გულისთვის დავამუღამე ცეკვა ინდური არ გინდა თავი შეწოდება კი ვიცი ვინახარ მაგულ ვაშებს გეფრიცები მაინც მიყვარხარ არჯერა ჩემზიას უყვარვარ არჯერა გნატრობდი გავიბარო წამოდი ორამდე ხას გნატრობდი გავიბარო წამოდი ჩემო ძვირფასებო დავბრუნდით და სანამ სტუმარს წარმოგიდგენ ძალიან კარგად ნაცნობს თავისი ძალიან კარგი სიახლეებით და თუ არა ჩვენ ვინ გააჟღერებდა ჩვენიანისვე ასეთ კარგ ამბებს გეტყვით რომ ამ შაბათ-კვირას ისევე როგორც ამ სეზონზე ყველა შაბათ-კვირას საღამოს 8 საათზე კომედიარზე უნდა უყუროთ აუცილებლად მიხოს და მაროს როგორც იცით სიახლეებია ძალიან ბევრი ახალი კარგი საოცარი სერიები კი ბატონო
და რაც შეეხება თეატრის ამბებს, მოკლედ ბილეთები შესაძინათ უნდა შემობრძანდეთ პაატა გულიაშვილის იუმორისტული გუნდის გვერდზე, Facebook-ზე და იქ დაწვრილებით არის თუ სად, როგორ და რანაირად უნდა შეიძინოთ ჩვენი თეატრის ბილეთი. ეს საინფორმაციო სახის განცხადებას მოურჩით ჩემო ძვირფასებო და მოკლედ გელოდებით აქაც და იქაც. ეკრანებთანაც და თეატრში. ახლა კი რაც შეეხება ჩვენ სტუმარს ამ ადამიანმა ბევრს არ ვილაპარაკებ მის შესახებ, ის ყველასთვის კარგად ნაცნობი ადამიანია. ჩვენი მეგობარი, ჩვენი გუნდის წევრი, უსაყვარლესი, უშვედიერესი, უწანწერწეტესი. მოდი მივესალმოთ. ვასო გრიგალაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი. მუსიკაც შესაბამისი იყო, ვასკა როგორც რა თქმა უნდა, აი წალკელი კაცი ამ ჩუყი დამემართა, ამა ჩუყი. ესე იგი, ეს ბოლო რამოდენიმე გადაცემა ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები ყავს სტუმრად. ზოგი დაკარგული მე ისევ თავიდან გამოჩენილი ზოგი აქვს, მაგრამ ძალიან ბედნიერება ის რომ სიახლეები არ ჩერდებით ერთად. სიახლეები და აქტუალურობას არ გარგავთ მთელი ამბავი. აი სულ საყვედურობთ ხოლმე, სულ რამიდან ჩამოხვედი და არაფერი ჩამოვიდანეთო. აი ეხლაც ისე ჩამოვედი ზუსტად. არ ვიცი, ესეთი ხელმომჭირნი ადამიანი. აი, ესეთი ხელმომჭირნი ადამიანი, მე არ ვიცი რა. შეირა, შეყვარიც. მართლა ეგრეგორია. ისე იგი ну ალბათ იცით რომ ყოველი ორშაბათი არის ის დღე როცა ბატონი ვასიკო დიეტას იწყებს და შესაბამისად ეტყობა ესე იგი ტელემაყურებელმა ძალიან კარგად ითის მაგრამ უბრალოდ ერთხელ კიდე მინდა შევახსენოთ ჩვენს გადაცემაში უმეტესი ნაწილი პროცენტულად ალბათ რომელმა სიმღერებმაც ლექსებმაც და ასიმტექსის შემდეგ გამოიწვა ძალიან დიდი გამოხმაურება, თითქმის ყველაფერი არის ჩვენ არაჩვეულები ბიჭებთან ერთად ვასკას დაწერილი. მიხოდამარო სცენარის ავტორი. ას შემდეგ და რა მოხდა ახლა? პირველად ასაკს არ ვიტყვი მაინც, რა ვიცი. მის სიცოცხლეში დადგა თეატრის სცენაზე. და არაჩვეულებრივად გაართვა. თავი მინდა გითხრათ, უბრალოდ პატარა აქ თეატრი. ცოტა ბიჭებს, მაგიტომ დავიწყე დიეტა ახლა. მე ძალიან მაინტერესებს. არ დასროებარები, ყველაზე მაგარი ეგ მომენტია. არა, სანამ დავიწყებთ, მაგარი იქ ახლა ნუ თეატრში მოვყვებით ამ ამბებს და მთელი დღე და ღამე იქ რეპეტიციები რაღაცა აქეთ, იქეთ, რა ვიცი, ჩვენი ხელით რო ყველაფერი გავაკეთე, მართლა და რაღაცებს საუბრობთ ხოლმე შესვენების დროზე დიეტა არის ამოუწურავი თემა და ვასო სერიოზული სახით ვასკა всё დამთავრდა ზედოვიჩ მე დღესაც საერთოდ არ მიჭამი არც ზომეული არც ტკბილეული არაფერი დღეს დიეტაზე ვარ და ღამის პირველის ნახევარია და კიდე 1 საათი უნდა გავჩერდეთ ალბათ და მე წავალთ ალბათ სახლში და გავხედე ზარს ანახორციელებს სახში რეკავს შემიწვის და ჩემი გაკვირვება გამოიწვია ნიკოლოზ რანაირად შეიძლება ну აი ლობიანი რამხელა ну რამხელა შეიძლება ну ესეთი ხო არის ამხელა სტანდარტულები ხო 8 ნაჭრიანი ერთ ლუკმაზე რანაირად შეიძლება მე ამომცნობი ამბავი და ვასოს ერთი კარგი ზოგადად დიდი ლუკმები მაქვს ვასოს კიდე ერთი საოცარი თვისება რაღაც ღამე არ ვძინავსო თვითონ რამოს მე ახლა არ ვიცი ახლა ღამე ძინავს არ ძინავს მაგრამ აი რა გითხრათ ვენტილატორის პროპელერი რომ უნდა შეუძლია მიადოს თავი და ძინავს მოკლედ დიდი მადლობა მობრძანებისთვის ჩვენ მოვყევით ყველაფერი და აბა კარგად აღარ საოცარი კაცია ძალიან კი ადამიანი რა მოკლედ თეატრზე გუში ერთი კვირის უკანდელი რაც მოხდა რა მთელი 4 ღამის 4 საათამდე რო ვიყავით და
ბიბლიოთეკაში წიგნებს კითხულობდით. დილაა და ცოტა ცუდად ვარ და სარეპეტიციოში სადაც საწოლები დგას უკვე თეატრში წამოვწექი მე. სარეპეტიციოში საწოლები კი არ დგას, სპექტაკლში ჩნდება და ო სპექტაკლში და წამოვწექი ამ საწოლებს და რაღაცა სკროლ და თურმე ხა გაგიკვირდება და წამეძინა. წამეძინა და ფარდიდან ხედავ ჩიტოვიჩი რატი ჩვენი ბიჭები და გამოყოფილი თავები და ისინია და უცბა თვალი რომ გავახირი მეთქი სპექტაკლზე დამეძინა. თუთები ერთი 15 წუთში კი იმასე იქნებოდა. როგორი გამოხმაურება იყო? აუ აი მართლა მამა შენის მაინტერესებს. მამა ჩემმა ის როლი რომ გაიგოს ბოლოს რითიც თავდება მოეჭველი მაგინებს. ხო და ერთი რაც უნდა ვთქვა, მართლა მიკვირდა ხოლმე ადამიანების რომ ამობდნენ რომ აი არა თეატრი სულ სხვა ხა მე რა შევიგრძენი ჯერ სულ რაღაც 5-6 ის არის სპექტაკლია და დედას გეფიცი აი სულ სხვანაირი ემოცია აქვს მართლა რა აი ადამიანების ახლოს ემოციას რო ხედავ და იცინიან ცოტა ზოგს სრემლი მოსდის აი სულ სხვანაირი ყოფილა მართლა ჩვენ ხმა სხვა ადამიანების აღარ მესმის ჩვენ ის მოყევი მე რო შემხვდი მეორე დღეს. ხო მაგას მოვიღე რა ერთი სპექტაკლი ვითამაშე და პაატას ხვდები და პაატა მეთქი სამკურნალოს მივდივარ ექიმთან მეთქი და რატო და ჩვეულებრივი ადამიანების აღარ მესმის ეს ვიღაცა მერთხელ მან დამწყევლა ამის გამო. მართალი ეგონათ. თავში აუვარდა ამის. მოკლედ, ძალიან მაგარია რა და ერთი რაც უნდა ვთქვა, სპექტაკლზე 15 მარტის ბილეთებიც გაკიდულია. კი ბატონო. აუცილებლად შევბრძანდით პაატა და ნიკას გვერდზე და შეიძინეთ 20 მარტის ბილეთები. იცი? საერთოდ არაჩვეულები. მე მაინც მაინტერესებს შენი ამბები იქ რა ხდება ახალი რაღაცეები გექნება იქ. ო ახალი რაღაცები ეხლა ჰალწუხებზე ჰალწუხი რატო არ მიკეთია და არასოდეს არ ვიკეთებ რა. არა არ ჩამოგეტევა არა. ხო და ერთია მეტეოდა და მაგის მერე გავ აქამდე აქ. ერთხელ არ გავხდება. რესტორანში ბიჭები მაგასები ვქეიფობთ და თურმე გვერდზე სუფრაზე მოჭიდავეები ქეიფობენ რა. რაღაცა ისე შარიშური ატყდა რომ ვერ შეერიე. მაგარი ჩხუბი ატყდა რა. ანუ სერიოზული დაპირისპირება უკვე უნდა ჩხუბი დაიწყოს და მოჭიდავეები და დიცქო რა მოვარჩევდი. ყველაზე პატარა რომელიც იყო მოვარჩიე და მეთქი ამას ახლა ერთს ლეწავ და თუ რაღაცა თუ წავაგწიე ხო გადავახტები და გავიქცევი. ეს პატარა ტიპი ჰალსტუხი მიკეთე რატო ამბობ? შავი საროჭკა მასია ჰალსტუხი მიკეთია და რომ მოვუქნიე ხელი ამ ტიპმა აიცილა ბიჭო ეს პატარა და ამ ჰალსტუხში რომ მოვკიდა ხელი მოექცა უკნი და როგორც კირილე ბიბინოვილის ცხენი ისე დავყავდი რესტორან. ვერ გავახევინე ხელი თან ეს ხო უჭერს მაგრამ ბიჭო ვიგუდები აღარ საროჭკა დავღია ჰალსტუხი ვერ დავღია. შეიძლება ჰალსტუხი არ და თქვენც არ გირჩევთო. კირილე ბიბინო როგორც კირილე ბიბინოვილის ხელი კი ბატონო კი ბატონო. არა წეგარი და წარმოიდგინე პატარა კაცინობას. ესეთი თავგადასავლები ბევრი გაქვს. კი რა თქმა უნდა ყოველდღე თითქმის. მე ნუ შესავლის garaშე რომ მოყვე კიდე რამე არ გინდა. ესე გამოუწურავი თემა მე ვასოს არ უნდა ხამის შეხსენება ვასკასო მოყვეს ჩვენი მამას ბატონი ავთანდილი და მოკითხვა ჩვენგან ავტომატურ სურამში ის ისტორიები 1-2 მაინც რო არ გამოურიო მე პირადად ვერ გაპატიებ. ვინახავდი ერთხელ მამა ჩემს საკითხავისათვან როგორ კითხულობს რა ხდებაო რა მეტი არაფერს. იმ სათვალით კითხულობს რა ხდებაო მეც. ხო და ეს სათვალე უკეთია და პროფესორი კაცი ისვენებდა ჩვენთან ძალიან განათლება ახალი ჩამოსული სურამში ახალი ჩამოსულია ეს კაცი და მამა ჩემმა რაღაცა შედარების და დედანახი მამანახი შვილი ესე უნდა ვირომადრი უნდა ეთქვა მაგრამ ეს არა წამოსდა ის სიტყვები წამოსდა და ამ პროფესორმა კაცმა განათლებულად მიიჩნია სათვალით მოდის მამა ჩემი გავზრდას გვაგინებს მიიჩნია განათლება და ბატონო ავთო რომელი წიგნები რაღაც 1-2 წიგნი ხსერა მაგრამ ავთო გაიცა ეხლა მოვალე ხოლმე განაცვალე და შევიდა სახში დაკოკა მანქანა წავიდა და მეორე დღე მესამე დღე წიგნებზე ესაუბრება რაღაცა მარკესზე და ვიხაცებზე და ავთო თავს არიდებს და ბოლოს რო ამოაცხადა მომისმინეო
ჯიგაროთან ასე ყველაზე ახლო შეხება წიგნს არ მქონდა მამაჩემო რომ ტელეფონების წიგნი მოსმელა გავზრდის კიდე რა ტილებზე ველაპარაკები მოკლედ ესეთი ისტორიაა ეს საყვარელი კაცი მაგარი საყვარელი აი ამ ბოლოს ტიპს აქ მისაცემი ფული რა 100 ლარი და აი 80 ლარი და 100 ლარიანი მიაწოდა და ავტორებუნება რომ ხურდა არა მაქვს რა და მაშინ ამ კაცმა უთხრა ჩაგირიცხავ და კაი მაშინ წვრილი ფული ჩაგირიცხავ წვრილი ფული ტექნოლოგიებსთანაც არ მახსოვს არის გაგთო არა აქ მოყოლი ჩვენ შენა და ხوارს კიდე არგაბრაზდება მამა ესე ორიგინება გადატანილი მაქვს და ის არ მახსოვს გაგთო არა მოყოლი ძაღლის ამბავი ძაღლი რო დაგეკარგათ ძაღლის ამბავი მაქვს მე მგონი მოყოლი ხო ზაში რო კბენდა მოყევი კაცო არ ვიცი სად არ ვიცი მოყოლი მაქვს თუ არა შენ გეყოლება გეკინება გახსოვს სუფრაზე რომ მოყვა შეიძლება მოკლედ მე მგონი მაქვს თუ არა არ ვიცი მოყოლი მაგრამ მაინც მოყვები გერმანული ნაგაზი მყავს და ეს რუდუნებით გაზრდილი ძაღლი ჩავიყვანე ხელში მიჭირავს საკედან თბილისში და ზაში ბლოკავს თან არ და სამჯერ კი რაღაც დავიმტვერი მაგარი და ჩავიყვანე იქ და მთელი საჭმელები ყველაფერი ჩაუტანე და მე ვუთხარი ეს ძაღლი არ დაიკარგოს პირველი რაც არის ანუ იკარგება ხვდებით ხშირად იკარგება ვიდი დაიკარგა მერვია არ დაიკარგოს ეს ძაღლი მეუბნები და ამაჩება რა არა უკაცო რა უნდა დაიკარგოს და გაიზარდა ეს ძაღლი 8-9 თვისაა და გაიქცა სახლიდან. რა ჯიშის არის? გერმანული ნაგაზია და ნუ ნაგაზები ერთმანეთს გვანან ახლა რაღაც ვიზუალით და გაიქცა სახლიდან ეს ზაღლი და მამა ჩემიც გაიქცა ოღონდასაც ვასრო არ ეძებს ხო? ეს რა ხო და ეძებს და მოიყვანა სახლში როგორც იქნა ახლა მოიყვანა დაგლეჯილია ავტო და ჩემს ეუბნება ესა მეორეთა რო გაიქცე ამას მე მეორეთ ამას აღარ მოიყვანა რას აღარ მოიყვანა ჩვენი ზაღლი ზევით არის დაბული სამჯერ მიკვიდა გზაში ამის ვიღაცი ზაღლი ვიღაცი ზაღლი წლის ზაღლი უკან ადგას სამჯერ მიკვიდა პეჭებზე აბა რა იქნებოდა ვიღაცი ისისა მე შარ გამიგვირდაო სამჯერ მიკვიდა გზაში მიკვიდა სამჯერ ეს რატო არ უნდა გქონდეთ ავტო ხო არ არის უკვე გაგინებს აბა როგორ აწელი აი ორიგინება გამოეპარა ოღონდ მართლა მაგარი კაცია ავტომატონი იცი რა ჩვენ ახლა ვახსენეთ ეს რომ შენ წერ ამ ტექსტებს იუმორისტული განხრით და რა ვიცი ბევრ ადგილას იყავი შენ წარმოდგენილი სხვადასხვა არხზე და ძალიან ბევრი ამ მიმართულებით ასეც გიცნობს მაგრამ მაყურებელი მაგრამ მე რამდენიმე ჭიქარო დავლიეთ მოკლედ ერთ-ერთი ფორმალისტ დროს ისეთი კარგი და სერიოზული გიო ლექსი წაიკითხა მუხამბაზი ხო ასე ქვია ხო ეგეც მამა ჩემის დამსახურება მაგრაიდებს რო აღარ ვწერო დაალე მეშვიდოთავია და ბოლო ორი სიტყვას არ ვიტყვი რაც ვითხრა მაგე ხო და არ გინდა რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა შენი ერთი ლექსი რომ ისეთი რა რაც იგრძენი ნამდვილად დაგეხმარებიან ბიჭო თენგინაცვალე მიდი დასხეთ მუხამბაზი უნდა დავთვრე თასში ღვინო ჩამოასხით ქარვისფერი შენი გული ავირჩიე ჩემი დავთმე ეგ თვალები მოკაშკაშე თაფლისფერი ჩამოასხით მომაყარეთ თასი თასზე ენა წყნიან სადღეგრძელო არ მერევა მერიქიბევ მონდომებით ღვინო ავსებ სვამ იქამდე სანამ ფეხი ამერევა მერე მოვალ შენ სახლის წინ აივანთან და გიმღერებ მთვარი შუქზე სატრფიალოს ღამის ნიავს კოცნას შენთან გამოვატან სიყვარულმა დედამიწა ატრიალოს რიჟრაჟამდე გავჩერდები შენ სახლის წინ არ ჩავაქრო ფიალაში ცეცხლს და ღვინოს იქნებ გახსნა დარაბები რას გთხოვ ამდენს ზემრომ სხივი კარის ზღურბლზე გადმოფინოს გამთენიას ტრიან ქუჩას გავუყვები თან გამყვება ცოტა სევდა ცოტა ბრაზი გულის წადილს მე არავის არ უყვები შენ მე არ გნევ დასცხე მიდი მუხამბაზი უნდა დავთვრე აი ესეთი ლექსი ეგენა კარგია კარგია ძნია კაც
ხო და ამ თამადობამ რაღაცეები იქნა ხოლმე და ცოტა სხვათა შორის ერთი მთავარი ფაქტი უნდა ვთქვა 4 ლიტრა და ზევით ჩვეულებრივ არა მისი ავტომობილი წვავს მაგდებს წვავს უბრალოდ ის რა ქვია ამას რაღაც სუფრაზე ვიყავ ჩვენ მეგობრებთან ერთად და ვასო შემოგვიერთა 9 საათით გვიან და თან კაცსარ უთხოვია რომ გინდა თუ არა დაჯარიმებული ხარ და ის მე რო დავარქვი მას სადგითიო გამექვია იმ წიქებს მაღალი წიქები როა წყლის თვითონ დავისხით ისეთი დამისხით შეწუხებული სახით ანუ რატო ბაძალებთ ვითო ისეთი სახე ქონდა რატო ბაძალებთ ჩვეულებრივი ჭიქა ესე გავდგი გვერდზე შეიძლება მომაჩორეთ აქ და დაიჯარიმა საკუთარი ჩემო ვასკა წარმატებები მინდა გისურვო ყველას ერთად იცი რა აუცილებლად მინდოდა ის რომ მე აუცილებლად უნდა თქვა ერთი რამ რომ გადასარევად გაართვა თავი და ძალიან კაია რომ ესეთი ნიჭიერი ხალხი არის ჩვენს გულში და ეხა შენი სტუმრობა მაინც ვერ გამოვა იმის გარეშე რომ პატარა რაღაცა ერთი სიურპრიზი გვაქვს ჩვენი ტელემაყურებლისთვის მომზადებული და მოკლედ მე ნიკოლოზი და ჩვენი ვასასი მოგცემთ რჩევებს და ამწყებთ თამადებს თუ როგორ უნდა ითამადოთ და როგორ უნდა მოიქცეთ სუფრაზე ხო წაუმზადეთ შევიკრიბეთ ჩვენები გვინდა მოგცეთ სასარგებლო რჩევები პროფესორები გახლავართ ამ გზითა ღვინო დუდუკი გალების განხრითა აბა დავცხე და სიმღერად საპიტაი უფასოა ერთი ლარი წყარი გვინდა თუ დაგითმეს სათამადო ალაგი უნდა ჩამომწვანილი და კარაკი სულ რომ გვინო იყოს სუფთა ქებული არ დალიო შუშისგან სხვა ბებული და მარიგეს ასე მითხრეს ველადაი თვალსაშინებს დაიცლება ძნელადაი თუ ქორწილში მოგეწონა ქალია იმ წამიდან არ დადგა თვალია მოზვერივით კაცთან ჩხუბი შარია გვერდით რომ ყავს შეიძლება ქმარია ერთხელ დამცხოდა მილურჯა თვალია მე გავთხილებ თქვენ გეწერო ჯვარია მომენტი სუდად გილას აღმოჩნდება კლარნეტი არტას ვამობდა გირჩევ რომ მენდომე ჩხუბში მართლა აპასანია მედოლე საქსი მისულს გაგაფრთხილებ ყველასაი სოლი უწებ გამოგიწერ წყევლასაი თუ ფხიზლად ხარ მოიგეცი მთვრალივით არ აქცნება მაინც პატარ ძალივით დილამდე თუ გაუძელი დვავივით მოიშორებ ცოლის ხევლას ვალივით თუ გირჩევა შეასრულებ ბრიადზე სამი ჭაჭა მისხება ხმელიაზე ნაბახუსებს არ ეხუმრო თავიდან მაგის გამო ბევრი გაღმა გავიდა თორემ ღვინო დუდუკი და ქალიდან ხოლო დუდუკი დაგრჩება სამიდან